ალბათ ყველას გსმენიათ არალეგალური ნივთიერებების საშიშროებაზე, ხო? მაგრამ მოდი ერთი წამი დავფიქრდეთ. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეები სინამდვილეში თქვენსავე სამზარეულოს კარადაში ან მაცივარში იმალება. ამჯერად ჩვენ სწორედ იმ 10 სრულიად ლეგალურ პროდუქტს ჩამოხსნით ნიღაბს, რომლებიც როგორც მეცნიერება გვიმტკიცებს, ჩუმად და შეუმჩევნელად ვნებენ ჩვენს ჯანმრთელობას. აი, დაფიქრდით. რამდენად ბურმად ვენდობით პროდუქტებს, რომლებიც სუპერმარკეტის თაროებიდან ასე მიმზიდველად გვიყურებენ. ხო და ამ ანალიზის მიზანიც ზუსტად ესაა. გამოვიაშკარაოთ ის, რაც შეფუთვის მიღმა იმალება. ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რომლებზეც სიმართლე გითხრათ ყოველდღიურობაში არც კი ვფიქრობთ. მოდით დავიწყოთ იმით, რაც წესით ყველამ კარგად ვიცით, ან გგონია რომ ვიცით. იმიტომ რომ უბრალოდ იმის თქმა, რომ მოწევა და სმა მავნებელია, ნამდვილად არ არის საკმარისი. მოდით უფრო ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში მოლეკულურ დონეზე. უბრალოდ შეხედეთ ავშედარებას. ერთ მხარეს გვაქვს თამბაქოს კვამლი. ეს არის სექტინ-1000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერების კოქტეილი, რომელიც პირდაპირ იერიშს მიიტანს ჩვენს დნმ-ზე და მუტაციებს იწვევს. მეორე მხარეს კი ალკოჰოლი. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? მისი დაშლის პროდუქტი, აცეტალდეჰიდი, ბევრად უფრო ტოქსიკურია ვიდრე თავად ალკოჰოლი. ის პირდაპირ მნიშვნელობით წამლავს ღვიძლისა და ტვინის უჯრედებს. კარგი, ნაცნობ მტრებს თავი დავანებოთ და გადავიდეთ იმაზე, რაც ბევრად უფრო საინტერესოა. იმაზე, რაც ერთი შეხედვით უვნებელია და ჩვენს სამზარეულოში ყოველდღე გვხვდება. აი, სწორედ აქ გველოდება ყველაზე დიდი სიურპრიზები. ტრანსხიმები ბუნებრივად, ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის ქიმიური პროცესის ჰიდროგენიზაციის შედეგი. აი, წარმოიდგინეთ, რომ 4-კუთხედი დეტალის მრგვალ ღიობში ჩატენვას ცდილობთ. ხო არ გამოვა? აი, ზუსტად ასე, ჩვენი ორგანიზმის ფერმენტები ამ ხელოვნურ უცნაურ სტრუქტურას ვერ ცნობენ და მისი გადამუშავება საშინლად უჭირთ. ეს კი, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ესე იგი, რასთან გვაქვს საქმე? ტრანსხიმები ორმაგ გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ჩვენს გულსისხლძარღვთა სისტემას. წარმოგიდგენიათ, ერთდროულად ზრდის ცუდ ქოლესტერინს და ამცირებს კარგს. ეს არის პირდაპირი გაგებით ფართოდ გაღებული კარი ინფარქტისკენ. უბრალოდ ერთი წამით შეჩერდით და გაიაზრეთ ეს წინადადება. ძეხვეული, ბეკონი, მათში შემავალი კონსერვანტები, ნიტრატები და ნიტრიტები ჩვენს ორგანიზმში გარდაიქმნება ნიტროზამინებად. ეს არის უძლიერესი კანცეროგენები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მსხვილი ნაწლავის კიბოსთან. კარგი, ახლა ცოტა მეცნიერულად ჟღერს AGE-ს, მაგრამ მოდი არ შეგეშინდეთ. სახელი რთულია, თორემ მისი არსი საგანგაშოდ მარტივია. მოდით კიდევ უფრო გავამარტივოთ. აი, წარმოიდგინეთ, შაქარი თქვენს უჯრედებს თითქოს აკარამელებს, ხდის მათ ხისს, მყიფეს და საბოლოო ჯამში უსარგებლოს. განსაკუთრებით საშიშია მაღალ ფრუქტოზიანი სიმინდის სიროფი, რომელიც პირდაპირ გადატვირთავს ღვიძლს, ღვიძლი კი მას პირდაპირ ცხიმად გარდაქმნის. სწორედ ეს არის ინსულინრეზისტენტობისა და მეორე ტიპის დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ეს გრაფიკი ფიქრობ ყველაფერზე მეტყველებს. იდეალურ სამყაროში ანთების გამომწვევ ომეგა-6-სა და ანთების საწინააღმდეგო ომეგა-3 შორის ბალანსი დაცული უნდა იყოს. მაგრამ დღეს რაფინირებული ზეთების წყალობით ჩვენს ორგანიზმში ომეგა-6-ის დონე კატასტროფულად მაღალია. ეს იგივეა, რომ მუდმივად ცეცხლზე ნავს ვაცხამდეთ. და შედეგი? ხრონიკული გაუჩერებელი ანთება, რომელიც უამრავი დაავადების ჩუმი მკვლელია. კარგი, საკვებს ცოტა ხნით თავი დავანებოთ და ვისაუბროთ იმ პროდუქტებზე, რომლებსაც, ასე ვთქვათ, თანამედროვე კომფორტული ცხოვრების ფასია. აქ მთავარია გვესმოდეს, რომ საქმე მარტო კოფეინში არაა. საშიშია სწორედ ეს კოქტეილი, კოფეინი, შაქარი და სხვა სტიმულატორები ერთად. ეს კომბინაცია გულს აიძულებს იმუშაოს აბსოლუტურად ზღვრულ რეჟიმში, რაც განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდებისთვის, რომელთა ორგანიზმიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. დიახ, ვიცით, მათ კალორიები არ აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უვნებლები არიან. კვლევები გვიჩვენებს, რომ ისეთი დამატკბობლები, როგორიცაა ასპარტამი და ემულგატორები, როგორიცაა პოლისორბატ 80, უარყოფითად ცვლიან ჩვენი ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ბალანსს. ამას კი მივყავართ მეტაბოლურ არეულობამდე და იმასთან, რასაც გაჟონვადი ნაწლავის სინდრომს ეძახიან. რა თქმა უნდა, ეს მედიკამენტები ზოგჯერ აუცილებელია, მაგრამ მათი ქრონიკული და უკონტროლო მიღება უაღრესად საშიშია. პარაცეტამოლი პირდაპირ ღვიძლს ურტყამს და მის უმთავრეს დამცველს გლუთათიონს ანადგურებს. იბუპროფენის ტიპის პრეპარატები კი კუჩნაწლავის სისტემას აზიანებენ და წყლულებს იწვევენ. ეს ნივთიერებები პირდაპირ საკვებში არ არის, მაგრამ იმ პლასტმასის შეფუთვაშია, რომლითაც საკვები და წყალი მოგვეწოდება. აი ის პლასტმასის ბოთლი ან კონტეინერი.
და ეს ქიმიკატები საკვებში გადადის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ვაცხელებთ. ეს ყალბი გასაღების ანალოგია მგონი ყველაზე კარგად ხსნის სიტუაციას. აი წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც თქვენი სახლის კარის საკეთში ყალბ გასაღებს ათამაშებს. კარი შეიძლება გაიღოს, მაგრამ შეიძლება დაზიანდეს კიდეც. ბისფენოლ A და ფთალატები სწორედ ასე ათამაშებენ ჩვენს ჰორმონალურ რეცეპტორებს. ბაძავენ ესტროგენს და იწვევენ სრულ ქაოსს. რეპროდუქციული პრობლემებიდან დაწყებული ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით დამთავრებული. მაშასე, ჩვენ განვიხილეთ 10 ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული პროდუქტი. მაგრამ რა აქვთ მათ საერთო? რა არის ის ფუნდამენტური მექანიზმი, ის ერთი საერთო მტერი, რომლითაც ისინი გვავნებენ? და პასუხი ერთი შეხედვით უხილავ პროცესია. ეს არის ქრონიკული ანთება. დიახ, სწორედ ეს არის ის საერთო ძაფი, რომელიც ყველა ამ პროდუქტს აერთიანებს და თანამედროვე დაავადებების უმრავლესობის ძირეული მიზეზია. აი აქ უკვე ნათლად ვხედავთ სურათს. ტრანსცხიმები, შაქარი, გადამუშავებული ხორცი, რაფინირებული ზეთები. ისინი ყველა ერთი დიდი პრობლემის სხვადასხვა სახეა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ანთების ცეცხლს უკიდებენ. ერთად კი ქმნიან იმას, რასაც ქრონიკული დაავადებების იდეალურ შტორმს დავარქმევდი. ამდენი საგანგაშო ინფორმაციის შემდეგ ალბათ ცოტა არ იყოს შეშფოთდით. მაგრამ თავარია პანიკაში არ ჩავარდეთ. მოდით ვნახოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და სად არის გამოსავალი. საქმე ის კი არაა, რომ შიშით ვიცხოვროთ და ყველაფერზე უარი ვთქვათ. არა. თავარია გვესმოდეს, როგორ მუშაობს ესე თუ ის პროდუქტი, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, რომ შევძლოთ გააზრებული და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. დაიწყეთ მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური წესებით. აი შემდეგში მაღაზიაში რომ შეხვალთ, უბრალოდ გადაატრიალეთ პროდუქტი და წაიკითხეთ შემადგენლობა. თუ იქ უფრო მეტი სიტყვა, რომელსაც ვერც კი კითხულობთ, ვიდრე ისეთი, რომელსაც ცნობთ, ალბათ ჯობს თაროზე დააბრუნოთ. ხო მართალია? ცნობის მოყვარეობა ტუნენის საუკეთესო იარაღია. და ბოლოს, მინდა დაგისვათ ერთი შეკითხვა. აი ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, რომელი პროდუქტის ეტიკეტს წაიკითხავთ პირველად, როცა მაღაზიაში შეხვალთ? დაფიქრდით, რა არის ის პირველი პატარა ნაბიჯი, რომელსაც დღესვე გადადგამთ თქვენი ჯანმრთელობისთვის. გახსოვდეთ, თქვენი არჩევანი თქვენს ხელშია.